გამარჯობა. BMG TV-ზე წერტილის დროა, მე ვარ BMG-ის მთავარი რედაქტორი და ტელეპროექტ წერტილის ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი თელარა გელანდია. გუშინ გვიან ღამით ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს, რომელსაც პროკურატურა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დარებას ედავება, 70,000 ლარიანი გირაო დააკისრეს და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. თორნიკე რიჟვაძემ მალულად აიღო ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე მალულად გადაიტანა საძინებელ ოთახში და მარტო დარჩენილმა თვითმკვლელობის მიზნით ისროლა გულმკერდის არეში. ასეთია პროკურატურის ოფიციალური ვერსია. ეს ყველაფერი მხოლოდ ბოლო 3 დღეში მოხდა. რისი სიმპტომია მსგავსი ფაქტები სახელმწიფოში და რამდენად აქვს ცვლილებების რესურსი ოპოზიციას, რომელსაც ერთიანობა არ გამოუვიდა. წერტილის სტუმარი დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო იდეის თავმჯდომარე თინა ხიდაშელი იქნება და შემდეგი ნახევარი საათის განმავლობაში ვისაუბრებთ საქართველოს დღევანდელობაზე და მომავალზე, რომელიც გვემუქრება თუ ქართულმა ოცნებამ ქვეყანა ამ გზით ატარა. ძალადობასა და შიშზე დაფუძნებული მმართველობა, რომელიც აღარ არჩევს თავისიანებს და სხვებს, დიქტატურის კლასიკური ბოლო ეტაპია და მოვლენების სწრაფად ვითარდება, დაწერა სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილმაც ბოლო 3 დღის მოვლენების შეფასებისას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის თქმით, ამ ქვეყანაში დაცული არავინაა. შექმნილი ვითარება, ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავება, ძალადობის მუქარა ან სავარაუდო მიყვანა თვითმკვლელობამდე, ცნობადი ბიზნესმენების დემონსტრაციული რეკეტი ნიშნავს ერთს, სახელმწიფო დანგრეულია. აცხადებს მეხუთე პრეზიდენტი. თინა ხიდაშელი, სამოქალაქო იდეის თავმჯდომარე და თავდაცვის ყოფილი მინისტრი უკვე ჩვენთან არის სტუდიაში. საღამომშვიდობის გალბატონ თინა, ძალიან დიდი მადლობა. საღამომშვიდობის მოგესალმებით. თქვენი დროისთვის. ყოფილი მაღალჩინოსნის დაჭერა, გავლენიანი ბიზნესმენის გირაოთი გათავისუფლება, სახელმწიფო სტრუქტურის ხელმძღვანელის დაკავება, მოქმედის. ასეთია მხოლოდ ბოლო 3 დღის ქრონიკა. რა ხდება საქართველოში? ნუ საზღვაო სააგენტოს ხელმძღვანელი ისევ თორნიკე რიჟვაძის დაჭერის ფაქტზე, თუმცა როგორც ცნობილია, ეს ბრალს არ აღიარებს. რა ხდება? ხო, არ ვიცი, მე ვფიქრობ, რომ სრულიად ნათელია, ოღონდ ყველაფერი ოღონდ, როდესაც ამას ვამბობ, სულ მახსოვს, რომ ის რაც გუშინ წავიკითხე იაგო კაჭკაჭიშვილის ორგანიზაციის კვლევაში, რომ პრაქტიკულად ყოველ მეორე ადამიანს ამ ქვეყანაში ჯერა deep state-ის. ჯერა რომ სადღაც რაღაც ტელეფონი დგას, რომელიც პერიოდულად რეკავს და რაღაც დავალებებს იძლევა. ამ დავალებებს ხან ქართულ ოცნებას აძლევს, მაგალითად გახარია დაანიშნეს პრემიერ-მინისტრად თავის დროზე, ხან ოპოზიციას აძლევს, მაგალითად რევოლუცია დააგეგმინეს. ოღონდ პირველ შემთხვევაში გამოვიდათ, მეორე შემთხვევაში არ გამოვიდათ, ანუ ვისაც კონტროლებს ეს deep state-ი ცოტა არეულია. ამიტომ ხო, კი, მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი დღესავით ნათელია და ხელის გულზადებს უკვე და ამ ყველაფერში ვგულისხმობ პირველი იმას, რომ არის რაღაცა ბოლო წერტილოვან მდგომარეობამდე მისული დაპირისპირება ქართული ოცნების შიგნით, ქვეყანას ჩვეულებრივი განგსტერები მართავენ, რომლებსაც იმისი გონიერება და ინტელექტიც არ ყოფნით, რომ რაღაცა ზღაპრები მაინც ისე შეთხსან, რომ ვინმეს ჯეროდეს, ისევ იმ დათქმით ვინმეს გონია მეთორე, მაგრამ როგორც ჩანს, არიან ადამიანები, რომელსაც ყველანაირი ზღაპრის ჯერა, მათ შორის იმისიც, რომ გუშინ თვითმკვლელობა სხვის სახლში რომ მივიდა და მე იქ რო ზუსტად იცოდა წინასწარ რომ იარაღი ისე უხეიროდ დაგდებული დახვდებოდა და უდევრად დაგდებული დახვდებოდა და იმით თავის მოკლას შეეცდებოდა, ამიტომ წინასწარ წერილი დაწერა ჯიბეს ჩაიდე, რომელიც მე შემთხვევით მე დამნახა და შემთხვევით მედიას ჩაუვარდა ხელში, აღმოჩნდა რომ ორ პროპაგანდისტულ მედიას ორი სხვადასხვა ვერსია ჰქონდა, იმიტომ რომ პირველ ვერსიაში ცოლი გამორჩათ და მე უცებ მიხვდნენ რომ ცოლი არ უნდა გამორჩენოდათ და უცებ მეორე ვერსიაში ცოლი გააჩინეს როგორც დამშვიდობების ერთ-ერთი ობიექტი. ხო, აი ამ ხო გავიგე რომ ამ ზღაპრისაც არიან ადამიანები, რომლებსაც ჯერათ, მაგრამ ამასობაში რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, რომ სრულიად ერთმნიშვნელოვნად სახეზე გვაქვს მორიგი ანგარიშწორება, მორიგი და ბოლო წლების განმავლობაში ეს არ იქნება არც პირველი და სამწუხაროდ როგორც ჩანს არც ბოლო, როგორც ჩანს მხოლოდ აისბერგს უყურებთ ჯერ პრობლემის. ეს ურთიერთ ერთმანეთთან რაღაც ანგარიშების გასწორება და ერთმანეთთან დალაგების პროცესი როგორც ჩანს გაგრძელდება. ამისთვის ადამიანებიც ყავთ იდენტიფიცირებული, ფარცხალაძე აქ აღარ ყავთ, ახლა ვიღაც ხვებით არიან როგორც ჩანს ჩანაცვლებული.
რატომ დაიწყეს ეს ყველაფერი? რატომ დაიწყო ბიძინა ივანიშვილმა? იმიტომ რომ როდესაც მართალია ისინი არ აღიარებენ რომ ქვეყანაში უმწვავესი კრიზისია, მაგრამ როდესაც ასეთი კრიზისია, როდესაც მარჯვნიდან მარცხნიდან შეტევის ქვეშ არიან ხელისუფლების წარმომადგენლები, ხელისუფლების მკვლევარი ბიზნესი, როდესაც ყველამ ძალიან კარგად იცის რომ ძალიან ცოტა დრო აშორებს იმ მომენტს, როდესაც უმწვავესი სანქციების მორიგი პაკეტი იქნება და ამ სანქციებში აღარ იქნებიან მხოლოდ პოლიტიკოსები, არამედ იქნებიან მათ შორის ეს ბიზნესმენები, პროპაგანდისტებიც, ეს წრე უნდა დავიწყდეს, ვიღაცას ნერვები უმტყუნებს, ამიტომ რაც შეიძლება თავად უნდა დაიწყონ მოქმედება და რაც შეიძლება სწრაფად უნდა გათავისუფლდნენ იმათგან, ვიზეც ეჭვავს ყველაზე მეტად მაგალითად იგივე კობახიძეს, რომ შეიძლება ნერვები უმტყუნოს. ნერვებმა უმტყუნოს. სხვა სუბიექტური ფაქტორების გამო. იმიტომ კი არა რომ ვიღაცა უფრო კარგი კაცია, არა, უბრალოდ არსებობს სუბიექტური ფაქტორები, რომელმაც შეიძლება განსაზღვროს ეს და როგორც ჩანს, მე ყოველ შემთხვევაში ასე ვხედავ, ღარიბაშვილი არის დანიშნული აი ამ ცუდ კაცად და მე ახლა მის გარშემო სულ უფრო და უფრო მეტად ვიწროვდება წრე. იმიტომ რომ მათ შორის უცხოელებისგან მათაც გაგებული ექნებათ, რომ რაზე ვჩიოდით ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაშინ კარგად იყო საქმე, მაგრამ როდესაც შედარებას აკეთებენ, ხო, არის ეს ფრაზა, რაღაცა ეს სენტიმენტი გაჩნდა დასავლეთში, საელჩოებში განსაკუთრებით, რომ რაზე ხომ არ გახსოვთ, რაზე ვწწონებდით მაშინ და რაზე ვჩიოდით იმ დროს. ამიტომ მე მგონია უბრალოდ ვარ დარწმუნებული, რომ ის რაც ჩვენ გუში ვნახეთ, ეს არის მხოლოდ დასაწყისი და გაცილებით უფრო ცუდი ამბები არის წინ ქართული ოცნების თავს და ქართული ოცნების ყოფილებსა და მოქმედებს შორის ერთადერთი რაც ჩემთვის ცოტა ბუნდოვანია არის ის, რომ ეს ადამიანები, რომლებსაც სულ უფრო და უფრო უახლოვდება წრე დასაჭერთა წრე, ასე ვთქვათ, ძალიან ახლოს მიდის თავად ბიძინა ივანიშვილის უახლოეს გარემოცვასთან. მისთვის ადვილი იქნება ღარიბაშვილთან გამშვება, ეს არ არის პრობლემა, არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ თუ საქმე მივიდა, ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, მაგრამ თუ საქმე ლილუაშვილამდე მივიდა, აი აქ უკვე ცოტათი მიჭირს ამის დაჯერება, ამიტომ ვნახოთ სადამდე წავა. ეს მისვლა ნიშნავს გულისხმობ თამაში მათ შორის დაჭერას? მე ვფიქრობ, რომ კი, ეს ამას ნიშნავს. თორნიკე რიჟოზეძეც კიდევ ერთი კითხვა რაც მინდა დაგისვათ, ხედავთ რა ნარატივით ვრცელდება, რა ოფიციალური ვერსიაც არის, აი როგორც იურისტი ისე კითხავთ, აი მთავარი კითხვები რა გაგიჩნდათ იმ ფაქტებიდან, იმ ოფიციალური ვერსიებიდან გამომდინარე რაც არის და ასევე თვითმკვლელობის ვერსია, რაც ასე მუსირებს, რამეს ამსუბუქებს ქართული ოცნებისთვის? აბსოლუტურად არაფერს არ ამსუბუქებს, ხო შორის თვითმკვლელობაზე, როდესაც არის საუბარი, პროკურატურის მხრიდან წამოსულ ყველა განცხადებაში, რაც ყოველ შემთხვევაში საჯარო სივრცეში დღემდე გაჩნდა, ამ წუთამდე გაჩნდა, თვითმკვლელობამდე მიყვანაზეა საუბარი და იმიტომ რომ ის ხოლმე ტყეში არ გასულა და მარტოკას არ მოუკლავს თავი. ამიტომ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს სინამდვილეში მართალია ეს ვერსია, რომ იქ რაღაცა უდიერად ეგდო იარაღი, რომელიც კგბ-ს სტილში, რომელზეც მიანიშნეს, რომ უნდა გამოეყენებინა თუ სინამდვილეში ვიღაცამ აიღო ეს იარაღი და ესროლა. ამიტომ აქ ან ვიღაც თამაშობდა ამ იარაღით აშინებდა და გაუვარდა, ხო? არავითარ ამ სამი ვერსიიდან, რომელიც არ უნდა იყოს სიმართლე, ნებისმიერ შემთხვევაში აბსოლუტურად ერთსა და იმავე ნიშნულამდე მივდივართ, რომ ის დაიბარეს ბოდიშუხტის ჟარგონისთვის, მაგრამ საუკეთესოდ აღწერს ამას რაზბორკაზე, იმისათვის, რომ რაც წერილში წერია, რომ კორუფცია უნდა ჩაეტანა და უნდა დაებრუნებინა, როგორც ჩანს და როგორც ისედაც ცნობილი იყო აქამდე ბევრი სხვადასხვა მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ის რაღაც მყარად იდგა და უარზე იყო და ნუ აი მე ამ ფორმით მოხდა. ოღონდ ეს არ არის მარტო რიჟვაძის წინააღმდეგ განხორციელებელი ქმედება, ეს არის ერთგვარი პრევენცია და ამ წერილში რაც წერია ძალიან საინტერესო ბევრმა ადამიანმა მითხრა რომ აი წერილს კი ვაყენებთ ეჭქვეშ კი მეც გეთანხმებით რომ შეუძლებელია ეს წერილი დაეწერა ადამიანს მაგრამ ამასობაში იქ არის რამდენიმე ფრაზა რომელიც ბევრ ადამიანს ცოტათი გონებას ურევს რომ კი მაგრამ თვითონ თუ არ დაწერა მართლა მაშინ თუ დაუწერეს მაშინ ეს ფრაზები რატო ჩაწერეს იმიტომ რომ ეს ხო ერთგვარად სამხილია ბევრი რამისთვის ხომ ადასტურებს მოარულ ხმებს ადასტურებს ყველა იმ ვერსიას რომელიც არსებობს ქართულ ოცნებასთან დაკავშირებით. ანუ ჯერ პირველ რიგში მე აქ სულ იმას ვამბობ ხოლმე რომ ხალხი რომელიც
12 წელია იმაზე ლაპარაკობს, რომ ეს ხელისუფლება იმიტომ არის კარგი, რომ არც ერთი გოჯი მიწა არ დაუკარგავს, აგერ საკუთარ პრემიერს ასამართლებს იმისთვის, რომ თურმე მილიონი კვადრატული ისე კვადრატულ სანტიმეტრებში რო გადაიყვანოთ, უფრო შთამბეჭდავად გამოჩნდებოდა ეს რიცხვი. ამდენი მიწა დაუკარგეთო, ხო, ეხა იგივე ადამიანებზე ვლაპარაკობთ, ამიტომ მათ თავისთავად ამის პრობლემა არ აქვს, რომ აბსოლუტურად უკიდურესად ურთიერთგამომრიცხავი ამბებით ილაპარაკო საათნახევრის დაშორებით ან ნახევარი საათის ინტერვალით, ხო? ეს არ არის პრობლემა, ეს დაამტკიცეს, ეს უკვე გვაჩვენეს, ამიტომ ეს არგუმენტად ვერ გამოდგება, რომ რატო ჩაწერეს შიგ რაღაცა, რომელიც მაცავე ლოგიკას ეწინააღმდეგება, რომ ხელისუფლების მაღალ შენობებში კორუფცია არ არის და ამასობაში აჭარის თავრობის მეთაურს კორუფციას დავია, მაგრამ მეორე ამბავი, ანუ ერთი ეს არის, ხო, აი ეს ამის ამ შეუთანხმებლობის და სხვა არგუმენტების შეუთანხმებლობის პრობლემა არ აქვს და მეორე ამბავი ის არის, რომ ზუსტად ამაშია საქმე, ზუსტად ამიტომ გაჩნდა აქ ეს ფრაზები, თითქოს ერთი შეხედვით საჩოთირო ფრაზები, რომ ეს მთელი პროცესი, რაც მოხდა და თავისი გაჟონვიანად ამ წერილის მედიის მიერ გატანიანად არის ყველა სხვა დანარჩენისთვის გზავნილი, ყველა სხვა დანარჩენისთვის ქართულ ოცნებაში აქ მხოლოდ საკუთრებზე, მათი ანებზეა საუბარი, რომ არაფერზე უკან არ დაიხევენ და ყველა იმ ადამიანთან, ვიზეც აი მედიაში ჩვენ ვკითხულობთ ამ თვეების განმავლობაში, ანალოგიური ხასიათის ამბებს, რომ ფულის მოტანას თხოვენ, რომ იქ დაუთვალეს პარტიის ხაზინიდან რამდენი აქვს თქვა და ამ შემდეგ ყველასთვის არის გზავნილი, რომ თუ გაჯიუტდებიან და გაჯინიანდებიან, იგივე დაემართებათ. ამიტომ წერია იქ ის ფრაზები, რომელიც წერია, რომ ვინმეს ახლა რაღაცა განცდა არ გაუშვდეს, რომ იქ არ ვიცი, ბოდიში ვიხდი, ახლა ძალიან შეიძლება არადეკვატური ის მოვიყვანო, მაგრამ ვიღაც ქალის გამო ესრომეს. ანუ უნდა იყოს ნათელი, რატო კორუფციაზე ხშირად აკეთებს აქცენტს ირაკლი კობახიძეც, მთავრობის ხდომებიდანაც, წინაკვირასაც ბიზნესაც რო შეხვდა, მაშინაც ამას გაუსვა ხაზი, რომ ჩვენი საკადრო გადაწყვეტილებები მთავარი ამოსავალი არის კეთილსინდისიერება, პატიოსნება. წინა წლებშიც სხვადასხვა საგამოძიებო სიუჟეტებიდან თუ არა სამთავრობო ორგანიზაციების არაერთი კვლევიდან იყო ხოლმე მიგნებები, მინიშნებები, შეფასებები, რომ ხელისუფლებაში იყო კორუფცია, აჭარის მთავრობაშიც მათ შორის, მაგრამ არ ხედავდა ამას ოცნება თუ არ უნდა დაენახა. ახლა რატომ აიხილეს? ხო, არც ახლა არ ხედავს სიამდვილეში მხოლოდ იმათთან მიმართებაში ხედავს, ვინც ყავს დასასჯელი და ვინც არ ემორჩილება. იმიტომ რომ ბევრი რამე ისედაც კულუარულად ბევრი რამეს კულუარულად ალაგებენ ისედაც და ამისი აუცილებლობა არ აქვს, რომ აი ზავანიც რაღაცა ტელეკამერების წინ ხელბორკილდადებული მიქაუტაძეა, ხო? რომეო მიქაუტაძესავით გამოიყვანონ და გამოაჭანონ, მაგრამ თუ ვინმე უძალიანდებათ, მაშინ მათზე რა თქმა უნდა ეს მსახურალი ხელის სრული დატვირთვით იწყებს მუშაობას და მიქაუტაძის შემთხვევაც ასევე ნიშანდობლია უბრალოდ ისეთ სისწრაფით ვითარდება მოვლენები, რომ გუშინდელი ამბავი მართლა გუშინდელ ამბად რჩება აი გამოცნობილ გამოთქმაში როგორც არის და რაღაცა აბსოლუტურად კარგავს აქტუალობას და აღარც კი გახსოვს და სამდროში მიქაუტაძის დაპატიმრებაც ხო ანალოგიურ ამოცანებს ემსახურება. ყოველ შემთხვევაში ამ თვითონ მათ კალაძესთან არავითარი პრობლემა არ აქვს, რა თქმა უნდა და კალაძე არც არ გაიქცევათ და ვერ გაიქცევათ უბრალოდ, მაგრამ აი ყოველ შემთხვევაში რო იცოდეს მისი მოადგილეც იყო თუ როგორც იყო სამეთმასთან მუშაობდა და მაღალი თანამდებობა ჰქონდა და იმ თანამდებობაზე იყო, რომელიც ყველაზე უფრო კორუფციად საშიშია. ყველაზე უფრო მოწყვლადი არის თუ ადამიანი მზად არის ამ ნაბიჯის გადასადგმად. რაც შეეხება ბიზნესს, თქვენ დასაწყისში ახსენეთ უმწვავესი სანქციები მოდისო, არა მგონია ეს ფრაზა შემთხვევით გეთქვათ. თუ შეგიძლიათ უფრო მეტი გითხრათ სანქციებს ამ შემთხვევაში ევროპიდანაც ველოდებით? კი, ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ რეალურად 3 კატეგორია არის, 4 კატეგორია უფრო სწორედ იქნება ადამიანების. ყველა შემდეგ პაკეტში იქნება ეს დიდი ბრიტანეთიდან, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან თუ ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ეს არიან როგორც მოქმედი პოლიტიკოსები, რა თქმა უნდა, ეს გასაგებია, ეს ნაწილი ისედაც, ასევე პირდაპირი მოძალადეები და ესეც გასაგებია პოლიციის, პროკურატურის, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებზეა საუბარი, მაგრამ ამ ორი სტანდარტული ტრადიციული კატეგორიის გარდა იქნებიან ეგრეთ წოდებული enablers, რასაც ქვია, ანუ სისტემის მაცოცხლებლები თუ მკვლევარები თუ არ ვიცი როგორ თარგმნით ამას ქართულად ზუსტად. ეს არიან როგორც ბიზნესის წარმომადგენლები, ანუ ადამიანები, რომლებზეც დგას რეალურად რეჟიმი, შავი სალარო, რა ვიცი როგორც გინდათ დავარქვათ და პროპაგანდისტები, რომელთა წინააღმდეგაც რეალურად განსაკუთრებით ევროკავშირს, მაგრამ არა მხოლოდ აქვს
აბსოლუტურად კომპრომისო ომი გამოცხადებული და ბუნებრივია რომ კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანაშიც ვერ შეეგუება ის ამას და ამ პროცესს და იმ ფონზე განსაკუთრებით რაც ამ ბოლო ერთ დღის განმავლობაში გახდა ცნობილი, როდესაც ამერიკის ელჩის ინტერვიუს გულისხმობ, რომ ამერიკის პრეზიდენტს მუხარის წერილებს უგზავნის თურმე ქართული ოცნება განაგვიგვირს, მაგრამ მაინც რომ ისმენ კიდევ უფრო მძიმეა ხოლმე, ხო? რა თქვა ელჩმა? რომ რა იყო ის პირობების ერთი ნაწილი, რომელსაც უყენებდნენ. რომ ეს სწორედ ეს პროპაგანდა და ეს თავაშვებული ტყუილების კამპანია დამთავრდეს. და ეს არის არც ერთი სიტყვა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ტელევიზიით კამერის წინ ამბობს, არ არის რაღაც არც მისი პირადი აზრები, არც მისი პირადი შეფასებები და არც მისი განწყობები. ის ელჩია თავისი ქვეყნის, წარმოადგენს ვაშინგტონს და შესაბამისად ყველა სიტყვა, რომელსაც ამბობს, არის ავტორიზებული ვაშინგტონის მიერ. ამიტომ ყველა ფრაზა, ყველა სიტყვა, ყველა სენტენცია, რომელიც ამ ინტერვიუში იყო, მე ვურჩევდი მათ, რომ ყურადღებით მოისმინონ, დააკონსპექტონ და დასკვნები გააკეთონ, დაწყებული სწორედ ამ პროპაგანდაზე და ტყუილებზე საუბრიდან, გაგრძელებული მეგობარი აქტზე საუბრით და დასრულებული იმითი, რომ ჩემს ქვეყანას ამერიკის შეერთებულ შტატებს ემუქრებიან. ხო, ესეთ ფრაზებს შემთხვევით არ ამბობენ ელჩები და განსაკუთრებით არ ამბობს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი. ბევრი რამე იყო ამ ინტერვიუში პირდაპირ ნათქვამიც და ემოციაში წასაკითხიც. როგორ ამბობდა, რა ფორმით ამბობდა ამა თუ იმ სათქმელს. ამიტომ მე მათ ვურჩევდი, რომ იმ რაღაცა ხელმოღერებული საუბრის მიღმა, რომელიც პაპუაშვილმა შემოგვთა, უცხოეთში ძალიან საინტერესო იყო, რომ მაინც ენა ვერ წაიგდეს ამ თემაზე, როგორც იციან ხოლმე ზოგადად და საკმაოდ მოზომილები იყვნენ და გადაწყვიტეს, რომ შეეტიათ რადიო თავისუფლებისთვის და არაფერი ეთქვათ ინტერვიუს შინაარსზე, იმიტომ რომ კარგად მიხვდნენ რა შეა საქმე და მათ თუ მანამდე არ იცოდნენ, იმ წუთიდან ნამდვილად ზუსტად იციან უკვე, რომ ძალიან მძიმე ამბავი ელოდება. გამორიცხულია ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, ხემის მიუხედავად მე რა ვიცი, ხო, ეს საერთოდ გადავდოთ გვერდზე, საერთოდ არ არის საინტერესო. გამორიცხულია ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, ეს ელაპარაკა რაც მოვისმინეთ, ისე რომ ეს არ იყოს პირდაპირი დავალება ვაშინგტონიდან, რომ ეს საჯარო გზავნილები უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ რამდენიც არ უნდა ამას მოყვება მოქმედება. თქვენ ქართული ოცნების წარმომადგენლებმა რომ ის უკვე წასული და გადამდგარი ელჩია და ასე შემდეგ. ბიზნესმენების ნაწილში რაზეც ახლა საუბრობთ და სანქციების შემდეგ პაკეტში იქნებიან თუ არა ქსელის მაცოცხლებელი ბიზნესმენები, ალბათ ეს ინფორმაცია სავარაუდოდ შეიძლება ქონდეს ქართულ ოცნებასაც, შეიძლება ქონდეთ ამ ბიზნეს წრეებსაც და ალბათ ვინც მე დარწმუნებული ვარ, რომ მათ ისინიც ცდილობენ, რომ არ მოხვდნენ მაქსიმალურად ამ წრეში. არ ვიცი ოღონდ ამისთვის რას აკეთებენ, თუმცა წრეში არ მოხვედრა ნიშნავს იმას, რომ რაღაცა სხვა გააკეთონ, რაც არ აწყობს ქართული ოცნების ხელისუფლებას. მართალია გიორგი რამიშვილის შემთხვევაში ოფიციალური ვერსიები ვიცით, ეს უბრალო შეცდომა და ასე შემდეგ და პოლიტიკა ამასთან არაფერ შუაშია, თავადაც თქვენს, მაგრამ შეიძლება აქაც რაღაც დავინახოთ გზავნილი ქართული ოცნების ხელისუფლების ბიზნესმენების. მე არ ვიცი, თავად უშუალოდ პირადად. ხო, არავითარ ხოდა ზუსტად კონსპირაციებში არ მინდა რომ გადავიდეთ და ვთქვათ ის რაც ზედაპირზედებს და არა ვთქვათ არ ვიცით იმის მიღმა რა არის. ამასობაში თან ისიც ვიცით რომ გიორგი რამიშვილი ძალიან მარტივად მორგებადი ბიზნესმენია ნებისმიერ ხელისუფლებასთან და არ აქვს ეს პრობლემები, არ უჭირს მას. ცოტათი თავიდან შეიძლება ნაციონალური მოძრაობის დროსაც გვახსოვს თავიდან შეექმნა ეს პრობლემა, განსაკუთრებით ზურა ჟვანიას შემდეგ, იმიტომ რომ ის ჟვანიას მეგობარი იყო, როგორც ვიცით, მაგრამ უცბად დაალაგა და იმის მერე არავითარი პრობლემა არ ქონია არაფერში და არაფერზე. და ანალოგიურად არის და ეს რაღაცა პოზა რო უჭირავს ამ დიდ ბიზნესს საქართველოში, რომ აიცით დიდ ბიზნესს თუ არა აქვს დაალაგებული მართლობა. დიდი ბიზნესი რო ხარ, ბევრი ფული რო გაქვს, არავის დამოკიდებული რო არ ხარ, მაშინ უფრო უნდა მოიპოვო თავისუფლება. აბა ეხა ვიღაცას ერთი ცალი პატარა ის თუ უდგას, რა ქვია, მაღაზია და ხაჭაპურებს ყიდის, იმას და წესიერი ბუღალტრის დაქირავების
შემოსავალიც არ აქვს რომ ყველაფერი წესრიგში ხონდეს, იმას მარტივად მოუვლიან, ხო და როცა ინსტიტუციები მოშლილია არაფრის იმედი არ გაქვს, მათ შორის არც სასამართლოში, ალბათ დიდ ბიზნესს უფრო ბევრი მილიონი აქვს და საკარგი და ყოველ შემთხვევაში არსებობს მათთვის გეთანხმებით, მაგრამ ამასობაში მე მაინც მგონია რომ უფრო ადვილია მასეთ პირობებში თავისუფლება, მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს. ეს ხე პირადია, სუფთა პირადი განწყობებია და ამიტომ არავის არც ვანამუსებ და არც რაღაცა უნდა დავანამუსო ხმე ზარალა ძალიან გთხოვთ რაში მაინტერესებს, მაგრამ სხვა რამე შეა საქმე. ზარალა და არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს რამე პოლიტიკური შემოდგენელი არის თუ არა მის და ხელისუფლების ურთიერთობაში, გარდა იმისა, რომ თქვენ ტელევიზიიდან გავიგე, მე მგონი პირადად თქვენგან, რომ ის, ყოველ შემთხვევაში კადრებში არ ჩანს არესწრებოდა იმ ბიზნესმენების შეხვედრას და ეს შეიძლება ამან ადამიანებს გაუჩინოს კითხვები, რომ თუ საქართველოში იყო, რატომ არესწრებოდა. სულ ეს არის ინტერფერენსი, მაგრამ რა დევს ზედაპირზე? მე ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ იმის შემდეგ რაც მოხდა ზარალასთან დაკავშირებით, ბიზნესი კიდევ უფრო ღრმად წავა ჩირგვებში. ეს არის თავარი მონაგარი ამ თუნდაც ერთი წუთი გავყვეთ მის ვერსიას ამ დაუდევრობის, რომელიც მან ჩაიდინა. ეს იქნება მთავარი მონაგარი. ოღონდ დაუდევრობა ვერ იქნება და ვერ შეფასდება ასთაც ახლა როგორი გზნებარი სიტყვითაც არ უნდა გამოვიდეს ის სასამართლოზე, ხო? იმიტომ რომ სიამდვილეში თუ მან ეს თქვა, რაც საჯაროდ გავიგეთ, რომ ჩანთაში ჩარჩა იარაღი, რომელიც შემთხვევით იქ აღმოჩნდა, ეს ნიშნავს, რომ იარაღს ატარებდა ის ქალაქში. აბა ჩანთაში რატო ედო იარაღი? ხო? ამიტომ საკუთარ თავის წინააღმდეგ გაქვს ჩვენება მიცემული გაცილებით უფრო გაგრძობით დანაშაულზე. ამიტომ ესე მარტივად არ არის იქ საქმე, რომ რაღაცა იქ დაუდევრობით რაღაცა მოვიდა. ხო, დაუდევრობით შეიძლება იმ წამს მოუვიდა იმ წუთიერად. მაგრამ მე იმ დაუდევრობაზე საუბრისას თავის წინააღმდეგ მისცა ჩვენება უფრო გაგრძობით დანაშაულზე. ამიტომ საინტერესოა თავისთავად სასამართლო როგორ მოიქცევა საბოლოო ჯამში ვნახოთ, მაგრამ ჩემთვის პირადად როგორც მოქალაქისთვის, რომელიც სულაც არა ვარ მისი გულშემატკივარი, ყველაზე მთავარი პრობლემა, რომელიც მას შექმნა, არის ის, რომ ამ დაპატიმრებით კიდევ უფრო ღრმა ჩირგვებში წავა დიდი ბიზნესი და მოიგო ქართულმა ოცნებამ ამით. არ ხმაურობდა შიდა პოლიტიკაზე ვიდრე ერთ კითხვას დაგისვამთ, რადგან აქ ხართ ბოლოს აპრილში უფრო ბიზნესი და გულისხმობ თვითმმართველობის არჩევნებს ამ ნაწილში ანაკლის თემაზე ვსაუბრობდით, მაშინ ჰელსინკის კომისიის განცხადება იყო აპრილში, მოლოდინები იყო, რომ კიდე მოყვებოდა გაგრძელება, შემდეგ არაფერი არ გვსმენია, არც მათ შორის ეკონომიკის სამინისტრო. ხო, ამიტომ არ გვსმენია. ანუ ხსმენია რეალურად. ეს ძალიან კარგი არის პროცესი ჯერჯერობით. რა ინფორმაციას ფლობთ ამ ეტაპზე? ამ წუთას ჩვენ ივლისში ვართ. დავითაშვილის ბოლო დაპირება მართალია ის აღარ არის, მაგრამ მისი ბოლო პირობა იყო ჯერ თებერვალის შემდეგ, მაისის შემდეგ, ივნისი. ის ამბობდა, რომ სანამ ზაფხული დადგება, ყველაფერი დასრულდება. აგერ ივლისში ვართ უკვე, არაფერი არ ხდება. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს იმედი არ მტოვებს. რომ აპრილის აქტიურობამ ჩვენი პარტნიორების მხრიდან შედეგი გამოიღო და პროცესი კიდევ გადავადდა. და იმედი მაქვს, რომ ქართული ოცნება ვერ მოახერხებს ამ ყველაზე მთავარი მოღალატეობრივი აქტის ჩადენას, რომელიც სტრატეგიულად დაგვაზარალებს სამუდამოდ, 3 დღემშიოდ. იმიტომ რომ საქართველოს დაუკარგავს თავის თავარ სტრატეგიული გეოგრაფიის ფუნქციას, თუ კი რუსულ-ჩინური ალიანსის ქვეშ აღმოჩნდება აი ამ შუადერეფნის საქართველოს მხარის ბოლო წერტილი საზღვაო პორტი. გადავადდა რომ აი ხა გუშინი იყო ხო მე მგონი ნიუსი, რომ ძალიან გააქტიურებულია ჩინური მხარე საჰაერო მიმოსვლებთან დაკავშირებით, მორიგი დელეგაცია იყო საქართველოში და ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ იმ ყველაფერთან ერთად რაც საჯაროდ გახდა ცნობილი, მათ ასევე ელაპარაკეს დაგეგმილ აეროპორტის პროექტთან მიმართებაშიც. და იმ ფონზე, როდესაც გზები, გვირაბები, ხიდები, მოკლედ სახმელეთო ინფრასტრუქტურა მთლიანად ჩინური კომპანიების კონტროლის ქვეშ არის და ეს ძალიან დიდხანს გაგრძელდება. მათ შეუძლიათ რაღაცა ბოლო ის არ გააკეთონ, რა ქვია, ჯებირი და შესაბამისად შეინარჩუნოთ მუდმივად ეს კონტროლი. როდესაც საუბარია, რომ საზღვაო ინფრასტრუქტურის ამ გზის თავარი დასასრული ჩინელების ხელში უნდა გადავიდეს და ღარიბაშვილს პირობა აქვს დადებული 2023 წელს ჩინეთში ვიზიტის დროს სი ძინპინის თან ერთად შეხვედრის დროს თქვა მან, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ჩინური კომპანია აშენებს, ეს იქნება სრული კატასტროფა. ეს არის ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის გადაბარება მთლიანად ჩინეთის კომუნისტური პარტიისთვის და
ხო, საბოლოო ჯამში ზურგით დადგომა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და მე იმედი მაქვს, რომ აი ეს დუმილი არის იმაზე მეტის მიტკმელი, ვიდრე ხმაური იქნებოდა. გადავადება ვისგან არის დავიჯეროთ ქართული ოცნება, რომელსაც სხვა თემებზე არ ესმის არც სტრატეგიული პარტნიორების რეკომენდაციების სანქციების. კი, მათ ხომ ჯერათ რომ ყველაფერი ახლა გაითვალისწინეს, ვითომ თუ ცოტა ჩინეთიც დაპაუზდა. ჯერ ერთი რა თქმა უნდა ისინიც დაპაუზდნენ ალბათ, იმიტომ რომ ვინ ჩადებს ამ ხელა ინვესტიციას ისეთ არასტაბილურ გარემოში, როგორც დღეს საქართველოშია. მეორე, იმიტომ რომ მათ აქვთ ძალიან სერიოზული პრობლემა, ფინანსური გარანტიები ვერ მოაქვთ. ვინაიდან ბანკი, რომელიც განცდა მოეტანათ, მათ ამ გარანტიას აღარ აძლევს, რადგან ისინი გაშავსებული არიან სხვა ქვეყანაში, სხვა კონტინენტზე, სხვა პროექტის გამო, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს სხვა, როდესაც ერთგან შავსიაში ყავხარ ბანკს, ის შემდეგ არსად ამ გარანტიას არ გაძლევს და მესამე მართალია, მათ ქართულ ოცნებას სხვა რამე არ ესმის, მაგრამ რატომ რისი ჯერა ქართულ ოცნებას? ყოველ შემთხვევაში, არა მარტო ქართულ ოცნებას, ამდილეში ძალიან ბევრს მსოფლიოში და განსაკუთრებით ავტორიტარულ სახელმწიფოებში, რომ ტრამპის პოლიტიკა ეს არის ტრანზაქშნალ, ხო, სულ ამაზეა ლაპარაკი და თუ ის არის ტრანზაქშნალ, მაშინ მათ ჯერათ, რომ ამ ნაწილში შეცდომას არ აპატიებენ. ანუ მათ ჯერათ, რომ დემოკრატიის განუკუსვლას, ადამიანების წამებას, არჩევნების გაყალბებას, მედიების დახურვას, პოლიტიკოსების დაჭერას აპატიებენ. აი როგორ აპატიებენ ამას ვნახავთ ამ ზაფხულს, ბევრ რამეს გავიგებთ. მაგრამ იმისი ჯერათ ასევე, რომ ბიზნესის ნაწილში არ აპატიებენ. ამიტომ იქ გაცილებით უფრო დაფიქრებულად და ფრთხილად მოქმედებენ. ამიტომ ერთობლიობაში ეს ორი ამბავი, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში იქამდეა, სადაც ვართ. ამ წუთას შეიძლება ხვალდილი თუცებ მეხი დაგვეცეს და ხელი მოაწერონ ამ ხელშეკრულებას, მაგრამ რატომღაც არ მგონი. დაველოდოთ, ახალი მინისტრი მარიამ ქრივიშვილის სახით ჯერ საჯაროდ არ გამოჩენილა, რომ ამ თემაზე დამისვა კითხვები. რაც ვიცით, მას ვინმე დაელაპარაკება თუ არა, ამიტომ ეს არის აქ ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებით დავითაშვილისგან, ხო? იმიტომ რომ დავითაშვილისთვის მართალია ძალიან დაბალ დონეზე, მაგრამ კარი მაინც ღია იყო ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებშიც და ქრივიშვილთან მიმართებაში მე არ ვარ დარწმუნებული, რომ პოზიციები იგივე იქნება. სულ 2 წუთი გრჩება. თინა ხიდაშელი რას ფიქრობს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით? ფაქტია, ოპოზიციამ ვერ შეძლო ამ თემაზეც ერთიანობა. რა უნდა იფიქროს მათ შორის მოქალაქეებმაც პოლიტიკური კრიზისი 7 თვეზე მეტია გრძელდება და დღეს ოპოზიციის ნაწილისგან ესმით, რომ ეს არის ბრძოლა და ეს ბრძოლის სოლიც უნდა გამოვიყენოთ. კი, ეს ბრძოლა ამას აბსოლუტურად ვეთანხმები, ამასობაში ძალიან სამწუხაროა, რომ ეს თანხმობა ვერ შედგა, ყველაზე სწორი ფორმულა, გამარჯვების ფორმულაც კი შეგვიძლია თამამად ვთქვათ და ჯერ კიდევ დიდ დრო არჩევნებამდე, ან რამე სხვა დიდ მოვლენამდე არის და ზუსტად ამას შესაქმე. სახელი რაც გინდათ ის დაარქვან, არის ის, რომ უნდა მოხდეს თანხმობა ერთ დიდ პოლიტიკურ მოვლენაზე, რომელმაც უნდა განმოხტოს კრიზისი, დაასრულოს კრიზისი რუსთაველის გამზირის გამარჯვებით. ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც თავს პროევროპულ პოლიტიკურ ძალად აცხადებს და მიიჩნევს, დადგება ერთ პლატფორმაზე ამ გამარჯვების მოსაპოვებლად, კრიზისზე გამარჯვების, ქართულ ოცნებაზე გამარჯვების მოსაპოვებლად, გამოჩნდება როგორც ანგარიშგასაწევი და სერიოზული გადაწყვეტილებაუნარიანი ძალა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ჩვენი პარტნიორების თვალში და აღარ მოუწევს არავის, არც საქართველოს მოქალაქეს, არც ჩვენს პარტნიორს ხელის ცეცებით სიარული, რომ ვის დაელაპარაკოს. ეს არის ერთ-ერთი გამარჯვების ფორმულა. გინდა არჩევნები დაარქვან ადგილობრივი არჩევნები ამ აი მოვლენას, რომელმაც ეს პროცესი უნდა განახორციელოს და თუნდაც რევოლუცია. ორი პარტიის მონაწილეობით ოპოზიციური ამიტომ მე არ შეუერთებ იმ ადამიანებს, რომლებიც აი ესე მარტივად საქართველოში, სადაც რა ვიცი მე, როლერკოსტერი გვაქვს ჩვეულებრივი, ისე სწრაფად იცვლება და ვითარდება მოვლენები, რაღაცა 5 წუთიანი Facebook-ზე ლაიქების გამრავლებით ცოცხლობს. ჯერ ყველაფერი წინ არის და ძალიან ადრეა, ორ პარტიაზე აქ, ორ პარტიაზე იქ, ამაზე იქ ლანძღვაზე და იმაზე იქ ფერებაზე ლაპარაკი. ძალიან ადრეა. წერტილი რას დავუსვათ? კარგი.
კი, ამას უნდა დაუსვათ, ამას უნდა დაუსვათ წერტილი. ამ 5 წუთიან ფეიმებს უნდა დაუსვათ წერტილი, იმიტომ რომ ქვეყანა თუ ვამბობთ, თუ მართლა გულწრფელად გჯერა იმის, რასაც ვამბობთ, რომ ქვეყანა გვეღუპება, ქვეყანა გვეკარგება. არ ვიცი, მართლა არ მესმის, რას ემსახურება ეს კიდევ ერთხელ გავიმეორებ, 5 წუთიანი გაგიჟებები, რომ არიქა, ეხლა შემაქონ ვიღაცამ ტკბილი სიტყვით მომიხსენიოს და ნუ ზეგ რა მოხდება, მე ზეგ ვილაპარაკოთ. როგორ შეიძლება ასე ერთი თვითონ ნაბიჯითაც კი არ დადიან. ნახევარი ნაბიჯით დადიან და ამაში ვერავყვები რა სჭირს ოპოზიციას ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ. მადლობა თქვენი დროისთვის, საინტერესო ინტერვიუსთვის. წერტილი დღეს ამით დასრულებულია. ჩვენს კითხვებს პასუხობდა სამოქალაქო იდეის თავმჯდომარე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი. მე ხვალამდე გემშვიდობებით.